არიან ახლა ის თანამშრომლები, რომლებიც თქვენ აქ დატოვეთ? ინგა, აი ამას ამ პასუხს ესე გაგცემ. აი წარმოიდგინე, როცა წავედი და რომ მივდიოდი უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ იქ უნდა წავსულიყავი და იქ უნდა დამჯდარ ვიყავი და რატომ ამას ხვალდაზე მთელი საქართველოს მოსახლეობა ნახავს და ძალიან ბევრს აინტერესებს ალბათ თქვენს რეალურად. რა თქმა უნდა. როგორ არის? მე თქვენ გითხარით, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ესე დაუბანე, დაუვარცხნე, ესეთი ადგილიდან გამოვიყვანე, ქართული ვასწავლე, თმები გაუკეთე, წამოვიყვანე, რაღაც ვანახე, ის ადამიანები 90% არც ერთი არ დამხვდა. 3 თვით ადრე ყველა გაიქცა თავისი დირექტორის ჩათვლით და მე მინდა უთხრა მოსახლეობას, რომ აი ეს არის ღალატი. და თქვენ ერთჯერ დამისვით ესეთი შეკითხვა, ასეთ ხალხს რა ქვიაო და არაფერი ასეთ ხალხს ქვია უნამუსო, უსინდისო და იქ როგორ ეძახიან, ხო, ესეთი ხალხი არიან მოღალატეები, საერთოდ ვირთხებს ეძახიან. და ღალატი ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა. კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. კმაყოფილი თუ ხართ ახლანდელი თანამშრომლებით? როგორ არის? ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთოთ. ეს არ არის მარტივი. ამას ალბათ თითქმის ვერავინ ვერ შეძლებდა, რაც მე შევძელი. წარმოიდგინე, წაქცეული როცა ხარ და კრუგში არავინ არ აკავს. ინგა, რა არის ისიც საინტერესო და საქართველოს მოსახლეობას კეთი რა მინდა იცი უთხრა? აქ ისეთი ადამიანები იკრიბებოდნენ, პარადი რომ იყავს ქვეყანაში. და ყოველდღე ჩემთან რო იყვნენ. უჩემოდ 1 საათი რო არ შეეძლოთ. და ის ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს ციხეში მოკვდება, ვერ გამოვა, ვერასდროს ფეხზე ვერ დადგება და ახლა სად არიან? მე მინდა უთხრა იმ ძალიან მაღალ ჩინოსნებს, რომ უჩემოდ 1 დღე რო ვერ ძლებდნენ. აი სად არიან დღეს, ხო? აი ზუსტად ეს არის ღალატი, ეს არის არაკაცური საქციელი და უსინდისობა და უნამუსობა მეტი რა არის. რაც შეეხება თანამშრომლებს, ვინც დამხვდა და ვინც ღირსეულია, თქვა, ყველა აქა და ვინც უღირსია, არასდროს არ გამიჩნევია, ვინც არ უნდა იყოს. უღირსი, ჩემ შემდეგ მოყვანილიც გავყარე ყველა, რატომ ის პატივცემა, აი ის მოფერება, თავზე ხელის გადასმა, რაღაცას ასწავლი